ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ.
მოგესალმებით. დღეს ოთხშაბათია და პრაიმ შოუ ტრადიციულად იმედის ეთერშია. დღევანდელი ეპიზოდი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ აფხაზეთს ეძღვნება. ანსამბლი სოხუმში დაარსდა. ომის შემდეგ კი მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. მისი მიზანია შექმნას თვითმყოფადი საავტორო ფოლკლორული შემოქმედებითი ხაზი და შეინარჩუნოს აფხაზეთთან ისტორიული კავშირი. ანსამბლი ასრულებს ქართულ ტრადიციულ სიმღერებს და ცეკვებს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დღეს პრაიმ შოუს სტუმრები ანსამბლის წევრები არიან. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო გადაცემა გველის ყოველთვის. საინტერესო არიან ადამიანები, ვინც ქმნიან შემოქმედებას, ვინც შემოქმედების ნაწილნი არიან ჩვენი თვითმყოფადობის, კულტურის, ჩვენი ძირძველი ტრადიციის, ფოლკლორის და ზოგადად როგორც შესავალ სიტყვაში იყო ნახსენები ანრის მიერ, დღევანდელი გადაცემა ანსამბლ აფხაზეთს ეხება და თვითონ სიტყვიდან გამომდინარეც კი სახელწოდებიდან გამომდინარეც კი კიდევ უფრო თუ არ იცნობ მათ შემოქმედებას უფრო სენსიტიური და საინტერესო ხდება ყველაფერი რაც ეხება და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო რასაც ეს არაჩვეულებრივი ანსამბლი ამართლებს. და მე დავამატებდი ასეთ სიტყვებს რომ ეს ანსამბლი აგრძელებს ისტორიას და უტოვებს ისტორიას მომავალ თაობას. დიდი სიხარული არის, როდესაც უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოდის ჩვენს გადაცემაში. ჩვენი მაყურებელი, იმედის მაყურებელი და მე ვფიქრობ, რომ სრულიად საქართველოს უკვე ძალიან კარგად იცნობს თქვენს შემოქმედებას, იმიტომ რომ არაერთი ძალიან წარმატებული კონცერტი ყოფილა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. რასაკვირველია ჩვენს ჩაცმულობაზე, როდესაც ცეკვავენ ვარსკვლავებზე ვსაუბრობდა, იყო ეს ქართული ტური, ესე ვთქვათ, როგორც დიდი ტრადიცია არის ცეკვავენ ვარსკვლავებში, ყოველთვის ეკა ზრუნავდა ჩვენს აი ამ არაჩვეულებრივ ქართულ ჩაცმულობაზე. ამაზე დღეს კიდე სიღრმისეულად ვისაუბრებთ ამის მნიშვნელობაზე, სიახლეებზე, ტრადიციებზე და რა თქმა უნდა დღევანდელი გადაცემა მაყურებელს მინდა უთხრა არჩეულის ძალიან მაგარი ნომრებით, როგორც საცეკვაო, ასე რა თქმა უნდა სიმღერის ნომრებით. და მოდი პირველივე კითხვით ბაჩანასთან წავიდეთ. მოდი გითხარი კონცეფციის შესახებ. მოგესალმებით, უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეს არა მხოლოდ შემოქმედებითი მხარეა, ეს არის აფხაზეთი. მას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. გამომდინარე იქიდან, რომ მე თვითონაც აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული გახლავთ, ყოველთვის მქონდა ეს გრძნობა, ის რაღაც კავშირი უხილავი, რაც რა თქმა უნდა ჩემი ოჯახიდან მოდის, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა, გამეკეთებინა ჩემი შემოქმედებით, ჩემი შესაძლებლობით და დღეს არ ვიცი 4 წლის განმავლობაში მომეცა იმის შესაძლებლობა ზუსტად რომ მე ამ ანსამბლის სათავეში მდგარიყავი და რაღაცა სიახლეები შეგვეთავაზებინა როგორც ქართულ მაყურებელს, რომელიც ძალიან გემოვნებიანია და ძალიან ბევრი ქორეოგრაფიული თუ სასიმღერო ნომრები აქვს ნანახი და ამით ვამაყობთ, რა თქმა უნდა, რაღაცა ჩვენი ნიშა დაგვეკავებინა ამ სფეროში. როგორც აფხაზეთი სრულებით ვერ შევაფასებ, მაგრამ დაახლოებით შემიძლია თქვა, როგორც გამორჩეულია საქართველოს კუთხეებში, ვცდილობდით რომ ისეთი გამორჩეული ყოფილიყო ეს ანსამბლის. აქ როგორც ქორეოგრაფიაზე, ასევე მუსიკაზე და სიმღერაზეა საუბარი, ხო? ყოველთვის გვესმოდა და ვიცით რომ ჩვენი ქართული ცეკვა სამოძრაო ლექსიკა ესე ვთქვათ ყოველთვის გამოხატავდა ადამიანის შინაგან მდგომარეობას. ანუ მის იმ დამოკიდებულებას ქალისადმი, ვაჟისადმი, მტრისადმი, მებრძოლური სული და ამ შემდეგ. ყველანაირად აი ამ ქორეოგრაფიაში შევეცადე რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი გრძნობები, ჩვენი ის აზროვნება, რაც მაგალითად მოგდიოდა. ყოველ დღეურად კეთდებოდა სიახლეები. თითოეულ მოცეკვავეში, თითოეულ მომღერალში, მუსიკოსში ვხედავდი რაღაცას მის დამახასიათებელს, რასაც ვიყენებდით შემდგომ, როგორც მუსიკაში, ისევე სიმღერაში და ქორეოგრაფიაში. დასთან ერთად თქვენ ყავთ პატარათა ანსამბლი, როგორც ვიცი, ბავშვთა ანსამბლი და სოლისტ ბავშვთა ანსამბლის პედაგოგს ბატონ თამას ჭანტურიას მივესალმები, გამარჯობა. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, ძალიან შრომის მოყვარეები არიან
ძირითადად მუშაობთ ძველ მოძრაობებზე, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამა დაფუძნებული არის ძველ ცეკვებზე. ბავშვმა თუ არ იცის ძველი მოძრაობა როგორ იცეკვება, ხასიათი თუ არ გაიგო, ისევ ჩემი აზრით ვერ შეძლებს ახალის შექმნას და ჩვენთან ერთად ცეკვას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი პროგრამები და ისეთი მუსიკები შევქმნათ, რომ დავაინტერესოთ მომავალი თაობა, ჩვენი მომავალი თაობა. ეგ არის ჩვენი ინტერესი. პირველ რიგში მთავარი, რომ ავაცეკოთ ჩვენი მომავალი თაობა და გადავცეთ ეს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რაზეც არის ეს ანსამბლი დაფუძნებული და შემდგომ ცეკვა და ასე შემდეგ. გაქართინთებიძეს მინდა დაუსვა როგორც ქორეოგრაფს ესეთი კითხვა. იყო თუ არა ანსამბლისთვის სარისკო თამამი ნაბიჯი გაგეკეთებინათ ახალი რეპერტუარი? რთული საკითხია, კი, დღესაც ამაზე გვიწევს საახლობლო წრეში უცხოებთან ამ თემაზე საუბარი, რომ რამდენად არის ეს ტრადიციული თქვენი ცეკვები, ეს ძალიან თანამედროვე ხო არ არის და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თუ განსაზღვრავთ ჩვენ ძალიან მარტივი ამაზე პასუხი ჩემი მხრიდან, პირადად როგორც პროფესიით ქორეოგრაფისგან. თუ ჩვენ განსაზღვრავთ ჩვენი ანსამბლის რეპერტუარის მიმდინარეობას, აქ მე მგონი კითხვები აღარ უნდა იყოს საჭირო და ჩვენი ანსამბლის მიმდინარეობა დღევანდელი განისაზღვრება როგორც folk მოდერნი. ანუ ტრადიციული სასცენო ხალხური ცეკვის მოდერნიზებული ვარიანტი. და როდესაც ხელოვნებაზე გვაქვს საუბარი, ხელოვნება ხო ექსპერიმენტებით არის სავსე. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ექსპერიმენტიც და პლუს ამას თანამედროვე ქორეოგრაფია და ზუსტად პირდაპირ პასუხობს სიტყვა თანამედროვეობას ჩვენი ანსამბლის რეპერტუარი 21 საუკუნის 20-იანი წლების ქორეოგრაფია შეიძლება დავარქვათ თამამად, რომლის საფუძველი, რა თქმა უნდა, უკვე იყო ამაზე საუბარი, არის ჩვენი ტრადიციული ქართული ხალხური ფოლკლორი. მოგესალმები კიდევ ერთხელ. რასაკვირველია, როდესაც ქართულ ცეკვაზე არის საუბარი სიმღერაზე, უდიდესი ნაწილი უკავია კოსტიუმებს და ყველა ცეკვას, ყველა ესე ვთქვათ, კუთხის სიმღერას აქვს თავისი დამახასიათებელი კოსტიუმები. უპირველეს ყოვლისა, როდესაც აი გათანამედროვებულ ვერსიაზე ვსაუბრობთ, რამდენად შეიცვალა კოსტიუმები, ბუნებრივია შეიცვლებოდა და რამდენად რთული არის იმ რაღაცა ისტორიული ელემენტების შენარჩუნება, თანამედროვეობასთან ამის მორგება, ხო ამის სინთეზი და რამდენად დიდი დრო ჭირდება აი პირობითად ერთი კოსტიუმის, ახალი კოსტიუმის შექმნას. ეხლა ისაუბრეს ქართულ ცეკვებზე და განსაკუთრებით აფხაზეთის შესრულებულ ქორეოგრაფიას.
ვერანაირად ვერ მოვარგებდი იმ ძველ ტრადიციულ სამოს, რომელიც არსებობს და უკვე არსებულია. აქ აუცილებლად იყო საჭირო რაღაცა ეკლექტიკური, რომელსაც უფრო კარგად მოვარგებდი და უფრო მარტივად შესაძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენი გოგონები ქორეოგრაფიაში ისეთი ილეთების და ისეთი ცეკვის მანერებით, მოძრაობებით არიან, გამორიცხულია იქ, რომ შენ იქ რაღაცა ძალიან ნაზად ქალურად შეამკოდა, რაღაცა თავისებური სტილი ჭირდებოდა. ამიტომ რაღაცა მიგნება თავისთავად იყო ეს რა თქმა უნდა არ არის რთული და ამაზე ძალიან ბევრი ფიქრი და ამას ძალიან ბევრი ყველაფერი გამოგონილია, ყველაფერი ეცვათ, ყველას უკვე ყველაფერი ამოწურულია და შენ აი ისევე როგორც ბაჩანამ გაიარა ბეწვისხიძე როცა ახალი ქორეოგრაფიით წარდგა და ძალიან დიდი ეს მოწონება დაიმსახურა, ასევე მასთან ერთად მეც გავიარე აი ეს რაღაცა ბეწვისხიდი და ვფიქრობ რომ რაღაცა სწორ მიგნებამდე მივედით. რაც შეეხება კოსტიუმის შექმნას არის ესეთი ყოველთვის არის ესეთი პირობა რეკავს და მეუბნება რომ უნდა 26 ბიჭის და 14 გოგოს კოსტიუმი გუშინ. ესე იგი გადავდივარ და ნახევრად დადგმულ ცეკვაზე ისე რომ ჯერ თვითონ ბავშვების გაოგნებულები დადიან და არიციან რა ხდება ვუყურებ და იმდენად უკვე ღრმად კარგე რომ ესე ახლოს ვიცნობ ერთმანეთს რომ ზუსტად ხვდები რა რა იგულისხმა და აქედან გამომდინარე ვარგებ, ამიტომ არ უნდა შემეშალოს, ეს უნდა იყოს ზუსტად, უნდა გაუძლოს დროს და არ უნდა დაექვემდებაროს გადაკეთებას ან დამატებას ან რაღაცის გამოკლებას კოსტიუმი, უნდა იყოს ზუსტად იდენტური იმ ცეკვის, რასაც დადგას. მით უმეტეს ერევა შემდეგ ჩასწორების ამბავში ბაჩანა. იცი რა, მე სულ ვეკითხები, მაინც ვეკითხები, იმიტომ რომ საკმაოდ გემოვნებიანია ამ ნაწილშიც, მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს ჩემთან შედარებით, რა თქმა უნდა ამ სფეროში და ამიტომ მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დიზაინერის როლი ძალიან დიდია კიდევ უფრო, იმიტომ რომ შეიძლება შექმნათ თქვენ არაჩვეულებრივი კაბა, რომლითაც მე და ნინა ვივლით ქუჩა-ქუჩა, მაგრამ იცეკვო იმაში, როგორც საჭიროა, ეს კიდე ცალკე სხვა უნარებია და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონ გიორგის მინდა გედენიძეს კითხვა დაუსვა. საუბარი არის ახალი ქორეოგრაფიული ელემენტების შექმნაზე. ამაზე მუშაობს ქორეოგრაფია, ანსამბლის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ჩვენი გადაცემა როცა იქნება, ყოველთვის თანაწამყვანები ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას ყველაფერში. რამდენად გაქვთ მოცეკვავებს იმისი უფლება, საშუალება, რომ თქვენი ხედვა წარმოადგინოთ და ვთქვათ შეეშველოთ აი ამ ახალი ცეკვის შექმნაში. თუ მექანიკურად რასაც ანსამბლის ხელმძღვანელი რასაც გააკეთებს შექმნის, აი მას ბრმად ასრულებთ. ძალიან ბევრი რამ აკავშირებს ანსამბლთან 16 წლის ასაკიდან ამ ანსამბლში ვარ, ეხლა ვარ 33 წლის, ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამ ანსამბლმა როგორც ცხოვრებისეული, ასევე პროფესიული განვითარების საშუალება მომცა. ამ ანსამბლში მოღვაწეობ ჩემს ცხოვრების თანამეგზურთან ერთად. ჩვენ ამ ანსამბლში ამახარ რეპერტუარს ვაკეთებ დიდი სიამოვნებით, სიყვარულით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ძალიან მოგწონს და არ ვაფასებ იმ შეფასებით, რომ მე მომწონს და კარგი უნდა იყოს უბრალოდ მაყურებლის მხრიდანაც ისე დადებით ემოციას უგრძნობთ, რომ ეს უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს იმისას, რომ აი ამ კუთხის შვილი ვარ, ჩემ ანსამბლს აფხაზეთი ქვია, ჩემი დიდი სურვილია რომ სოხუმში გავმართო კონცერტი, ნებისმიერი რამის კეთება ნებისმიერ ჩვენთაგან სიამოვნებას გვანიჭებს. ნებისმიერი ჩვენი მოძრაობა ქმნის ახალ ეტაპებს, ახალ საფეხურებს და ამ ყველაფრით მე ძალიან ბედნიერი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი ნატრაც აუცილებლად ახდება და ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ კონცერტს სოხუმში. მადლობა. ახლა კი მე მინდა კითხვით გადავიდე აფხაზეთიდან დევნილ ძველ მოცეკვავესთან. ძველი მოცეკვავები გვიწერია, თუმცა სულ ახალგაზრდები არიან ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილები, სოლისტთან, ბავშვების პედაგოგთან და მომავალი თაობის აღმზრდელთან, რომელიც აფხაზთან ერთად არის სვანით, სოფო გულედანი
მე განსაკუთრებული სენტიმენტები აქვს უკვე მთელმა საქართველოს მიცის მე მგონი სვანებთან და მინდა სვანურათაც მოგესალმოთ თუ იცით ხოჩალადე ხოჩადინა მე ომის პერიოდში ვიყავი 5 წლის და იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ოჯახი დიდი ხნით ადრე იყო მესტიიდან აფხაზეთში გადასახლებული ის პერიოდი რასაც ახლა თქვენი ხსენებთ ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ხო ნუ მშობლების გადმოცემები არის დიახ მშობლების გადმოცემიდან გამომდინარე ხდება ის რომ დღეს ჩემ შვილებსაც და ჩემი სტუდიის ახსაზრდელებსაც ვცდილობ რომ ცეკვის სიყვარულთან ერთად ის იქაური კუთხის სიყვარულიც ვასწავლო და ჩვენი ანსამბლის ისტორიაც. მე 18 წელია ამ ანსამბლში მოღვაწეობ და მართლა ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, როგორც გიორგი მაღალნიშნა, რომ ჩვენ დავხვდნენ აქ ისეთი მოცეკვავეები, ვინც იქ აფხაზეთში ცეკვავდნენ და აქ ისევ შეიკრიბნენ და ძალიან დიდი ქარტეხილი გამოიარეს ესე ვიტყოდი, წყნეთში ვცხოვრობთ და წყნეთთან ფეხი დადიოდნენ, რომ აფხაზური ოჯახი შექმნენ, ფაქტობრივად სხვადასხვა თაობის. კი ბატონო, ძალიან დიდი პატივია და მინდა მათ მადლობა ვუთხრა, რომ შეგვინარჩუნეს ეს ყოველივე და ჩვენც მოგცეს საშუალება, რომ დღეს ისევ ამ ანსამბლის წევრი ვარ, ძალიან მიხარია. ძალიან საპასუხისმგებლოა ისიც, რომ აი ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჩემთვის პირადად ძალიან ახალი გამოწვევა იყო ის, რომ ბატონ ბაჩანასთან უნდა მეთანამშრომლო. მადლობელი ვარ ბატონი ბაჩანასი, რომ დღეს ყველაზე სათუთი, ვინც არის ჩვენთვის პატარა ბავშვები 5 წლიდან, მათი აღზრდა მათთვის იმ აფხაზეთის სიყვარული, იმ ცეკვის შესწავლა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ ერთად მთელი ანსამბლი, შევაყვარო ისე, რომ მათ აფხაზეთიც იცოდნენ, ისტორიაც იცოდნენ და დღეს მიმდინარე ახალი ქორეოგრაფია რაც გვაქვს, ქორეონიკონი და ძალიან კიდევ მრავალი პროექტი, ისე მიიღონ, როგორც მოკლედ დიდი პასუხისგებლობის წინაშე დგახართ. დიდი მადლობა.
შორის სასიამოვნოდ განკვირვებული დავრჩი, რომ აღმოვაჩინე, რომ ანსამბლში არის საბალეტო კლასის პედაგოგი და მიმართულება. ლიუბა ნაჭყებია, მოგესალმებით. მოგეხსენებათ, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ თანამედროვე ქორეოგრაფიაზე და ზოგადად დღევანდელ საუკუნეში ქორეოგრაფია არის უმაღლეს წერტილამდე, ესე ვთქვათ, თავისი შესაძლებლობის ასული, რაც აუცილებლად ჭირდება ყოველ ანსამბლს, რაც ზრდის დამდგმელი ქორეოგრაფის შესაძლებლობებსაც. შესაბამისად, დამდგმელ ქორეოგრაფს ჭირდება მასალა, შემსრულებლები, მოცეკვავეები, რომლებიც უნდა იყვნენ უნივერსალურები, ესე ვთქვათ. როგორც იცოდნენ ფოლკლორი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის. ამ შემთხვევაში ქართული ფოლკლორი აუცილებლად უნდა ფლობდნენ სხეულს ისე, რომ ბაჩანა, როდესაც შევა რეპეტიციაზე, მათ უნდა შეძლონ აყვნენ მას. მისი ყოველი დადგმა მოითხოვს ახალ შესაძლებლობებს მოცეკვავეებში. ამაში ნამდვილად ეხმარება ის საბაზისო მაინც საბალეტო კლასის ელემენტები, რომელსაც ჩვენ გავდივართ ყოველდღიურად. და მეტიც არა მარტო ბალეტი, არამედ ჩვენ მიქსი გვაქვს, ესე ვთქვათ, შექმნილი ყოველდღიური რუტინის, სადაც შედის როგორც მხატვრული ტანვარჯიშის ელემენტები, როგორც სპორტული ტანვარჯიშის ელემენტები, რაც მოცეკვავის შესაძლებლობებს ავითარებს და უფრო მეტ გამოხატულებას სხეულისას ზრდის. მარი ბაქელაშვილი, სოლისტი ანსამბლის აფხაზეთის მოცეკვავება პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ბატონი ბაჩანას დამსახურებით ჩვენი კულტურა, ჩვენი ეროვნება ყოველთვის პოპულარიზაციას გადის სხვა ქვეყანაში. და სხვა ქვეყნებში, როდესაც მოგზაურობთ ხოლმე, არ მოველოდი თავიდან სუსუ პირველი გასტროლი რომ მქონდა საუდის არაბეთში, არ მეგონა თუ ეს აღფრთოვანებულები მიიღებდნენ. ჩვენ რო დაგინახავდნენ, ჯერ მარტო ერთი შემოხედვა იქნებოდა, ერთი აღფრთოვანება, სანამ ცეკვას დაიწყებდით. დიდი მადლობა. მართლა არ მოველოდი არაბებისგან ესეთ დიდ ოვაციებს, ძალიან მოეწონათ და აღფრთოვანებულები იყვნენ ჩვენი შემოქმედებით. მარიამ ტურკიას მივესალმები, ასევე მოცეკვავე, სოლისტი და ანსამბლის მოსამზადებელი ჯგუფის პედაგოგი. მოტივაციას რაც მაძლევს, ეს არის ის დიდი სიყვარული უშუალოდ სფეროს, ცეკვის და ქორეოგრაფიის მიმართ. ასევე კუთხის სიყვარული, რომელიც უფრო ღრმად შევიგრძენი, როდესაც ამ ანსამბლში მოვედი. და დამოკიდებულება, ის ტკივილი, რაც გაგვაჩნია ამ კუთხის მიმართ, ყველას ერთი მოტივაცია გვაქვს ის, რომ როგორც გიორგი მახსენა, ვიცეკვოთ აფხაზეთში და წავსდგეთ მანდ მაყურებლების წინაშე და ის ჩვენი ქორეოგრაფია ვაჩვენოთ, გადავსცეთ და მოხარული ვარ, რომ ამ ანსამბლის ნაწილი ვარ ასევე. და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ბატონ ბაჩანას. მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს. მიხარია თქვენთან სტუმრობა. მადლობას გიხდით, მადლობა ჩვენს ხელმძღვანელობისთვის. ჩემთვის ანსამბლში ჩამოსვლა, არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. უფრო სწორად მომიყვანეს. მეგობრები დამეთანხმებიან ამასთან, იმიტომ რომ ჩემი წარსული არის მათთვის ღია. მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბატონ გურამს ყურაშვილს, რომელიც თაობითაც მოხდა ჩემი ამ ანსამბლში არსებობა, ესე რომ ვთქვათ. არსებობს, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის ქართული ცეკვა მაშინ იყო სხვა. საბავშვო, ბავშვური ერთ-ერთი მიმდინარეობა, სადაც ვეუფლებოდი ან ბანს, ნაბიჯი. და როცა მოდიხარ დიდ ანსამბლში, მაშინ არ ვფიქრობ, რამხელა პასუხისმგებლობა არის აქ მოხვიდე მომზადებული და იცეკო ისე როგორც პროფესიონალი. მაგრამ მე ესე არ მოსულა ანსამბლში. ამიტომ ამ ანსამბლში მე ძალიან ბევრი ადამიანი გვერდით ამიდგა, ისევ როგორც ვინც მოვიდა და იგივე ჩვენ გავაგრძელეთ და ავითვისე მე ეს ქართული აფხაზური პროგრამა.
როგორც მოცეკვავე. მათ ამ გვერდით გომისთვის, მადლობა მაშინდელ პედაგოგებს და ქორეოგრაფებს ამისთვის, მაგის საშუალება მომეცა რომ გადავხატო და ვიხარია რომ მე მათი ნაწილია. ახლა კი ნახოთ მორიგი ნომერი ანსამბლ აფხაზეთის შესრულებით. აი ვისაც რა უნდა უყარდეს სულ ცხავა ჩემი ტრაფიალიო ვისაც რა უნდა უყარდეს სულ ცხავა ჩემი რეზი ბიგვალა. რეზი მოგესალმებით და ჩვენ უკვე ბევრი გავიგეთ თუ რა ხდება თქვენს ანსამბლში, როგორ ვითარდებით, რა გაერთიანებთ, მაგრამ მაინტერესებს პირადად თქვენ რა მოგცათ თქვენმა ანსამბლმა, გამდვილმა წლებმა, თქვენ ერთობლივმა მუშაობამ, ამ ადამიანებმა. მოგესალმებით, ცოტა ბანალურად გაგცემთ პასუხს, მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელია ეს. სიყვარული. იცით რა არის? როცა სიყვარულით მართავ 60-დან 70 ადამიანამდე, იქ შანსი არ არის რამე არ გამოგივიდეს. 70 ადამიანი ხართ ანსამბლში? კი, მომღერალი, მუსიკოსი, ძალიან მცირე ნაწილი ხართ წარმოდგენილი. კი, მაგრამ გამოჩნდებით აუცილებლად. ამ ყველაფერს ჭირდება ჩემი აზრით სწორი ადამიანი სათავეში. ვინც მაგას სწორად განმარტავს. თუ სწორი მიმართულება არ მიეცი დას, შენ იმ შედეგს ვერ მიიღებ, დღეს რა შედეგის დადო აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლმა. იცით რა არის? ჩვენი პასუხისგებლობა ის არის, რომ ჩვენ ეს შევინარჩუნოთ ისე, რომ არც იქი წავიდეს, არც დაბლა წავიდეს, ჩვენ არ მაყოფილდებით იმით, რაც შევქმნით. ჩვენთან დარბაზში რო შემოხვიდეთ, დარწმუნებული ვარ 1-15 ქორეოგრაფიულ ნომერს ნახავთ ისეც, რომ აი არავის არ აქვს ნახი, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი. არ ვჩერდებით. ჯონი უბილავა აფხაზეთიდან დევნილი მოცეკვავე, ანსამბლის სოლისტი. შენ ხარ ახალი თაობის მოცეკვავე ანსამბლში. იყო თუ არა ამ ანსამბლში მისვლის ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ თუნდაც აფხაზეთიდან ხარ? რა თქმა უნდა, როგორც ახსენეთ, ვარ აფხაზეთიდან და რა თქმა უნდა, ყველაზე პირველი და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო ამ ანსამბლში მოსვლის, რომ რა თქმა უნდა, ვარ აფხაზეთიდან. და მომეცა იმის საშუალება ის გრძნობა და ის სიყვარული რაც გამაშნია ჩემი კუთხის მიმართ გამოვიტანო არა მარტო სცენაზე, თუნდაც რეპეტიციაზე, თუნდაც იმ მუშაობის დროს და მაყურებელს დავანახო ის სიყვარული და ის გრძნობა რაც გამაშნია ჩემი კუთხის მიმართ, რა თქმა უნდა. ლევან იოსავა, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ამ შემთხვევაში როგორც მუსიკოსისთვის ანსამბლის წევრობა და რით გამოირჩევა ეს ანსამბლი? რით გამოარჩევს ის სხვა ანსამბლების?
მე ვარ აფხაზეთიდან და მადლობა უფალს რომ მომეცა იმის საშუალება მღეროდე სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთში რა. მადლობას მოვუხდი. მე 8 წელი ანსამბლში ვარ. მომიწია ძველთაობასთანაც მუშაობა, ქორეოგრაფებთან, ლოტბარებთან. დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. მადლობა კიდევ ერთხელ მათ ამისთვის. ჩვენ ვქნით ახალსაც, მაგრამ იმ ძველს არ ვივიწყებთ რა. გამორჩეული ის არის, რომ მე სოლისტი ვარ და მომღერი აფხაზურ სიმღერებს ძირითადად ყველაზე კარგად ეს გამომდის. და ბედნიერი ვარ და მჯერა რომ ეს ჩატეხილი ხიდი რაც არის და ალბათ დღევანდელი მდგომარეობით რეალობა რაც არის ყველაზე ახლოს ვართ დღეს აფხაზეთთან რა. ესე ახლოს ჩემი აზრით არ ყოფილ ვართ და მე მჯერა რომ სუსტად ამ ხელოვნებით, ამ სიყვარულით, ამ ჩანგრეული ხიდით, მაგრამ უკვე რომელიც შენდება და გაეგება ესე ლამაზად, ჩვენ ჩავალთ აფხაზეთში და აუცილებლად ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და ჩავეხუტებით ჩვენს აფხაზ ძმებს, მეგობრებს და ერთ რამეს დავამატებ კიდე, ძალიან ხშირია ფაქტები, როდესაც მე მყავს აფხაზი მეგობრები, ქორეოგრაფები და მომღერლები Facebook გვერდზეც, Instagram-ზეც და იყენებენ ჩვენი ცეკვის ელემენტებს, მუსიკას და აქტიურად არიან ჩართულები, მოკლედ ყურადღებით არიან ჩვენს მიმართ. ეს მინდა რომ ამას ხაზი გაუსვარა და ეს გარკვეულწილად რაღაცას ნიშნავს ხო და კარგია. მჯერა რომ ძალიან მალე ერთად შევუდგებით იმ საქმეს, რასაც ჩვენი აფხაზეთი ქვია, ჩვენი სამშობლო ქვია და ჩვენ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ. მადლობა. მუსიკას ერთად ვკნით, ბატონი ბაჩანა, ჩვენ მუსიკოსები, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭები დღეს აქ არ არიან, მაგრამ დიდი მადლობა მინდა აქედან მოუხადო ყველას. და რაც შეეხება მუსიკას, რავი, მრავალ ერთს რამეს ავიღებთ, რამე ისეც გადავაკეთებთ ხან ისე, ხან ასე და რომელიც აჯობებს, მუდმივ ექსპერიმენტებში. ექსპერიმენტებს ვაკეთებთ, რომელიც აჯობებს, იმას ვაკეთებთ რა. დიდი მადლობა. ცენტრალ პარკ თაუერსი ქალაქ თბილისში ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონია. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას განახორციელებს Radisson Blu და მიიღონ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers პროექტი შედგება 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Radisson Blu უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. კერძოდ ბიფ ბარი, ჩოტო მატე, რობერტოსი, ანჯელინა და სხვა. მოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ბრენდი ჰარვი ნიკოლსი განახორციელებს. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი გათვლილია 3000 ადამიანზე. აღნიშნულ ივენთ ჰოლის ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია Live Nation განახორციელებს. ახლა კი Prime Show-ს სცენას უთმობთ ანსამბლ აფხაზეთს ცეკვით ვაჟა.
მადლობა ანსამბლ აფხაზეთს, რომელიც თავისი მუხლ-ჩაუხრელი შრომით და უბადლო შემოქმედებით ცდილობს, რომ სწორედ ის ჩატეხილი ხიდი აღადგინოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ და ჩვენ ყველას ერთად ეს გამოგვივა და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ გადაცემას აფხაზეთშიც უყურეს და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი გუნდის სახელით დაუდასტურო აფხაზ ხალხს სიყვარული და ერთგულება. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე კვლავ ერთად ვიქნებით. ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ გვიყურებთ და შევხვდებით შემდეგ ოთხშაბათს იმედის საღამოს ეთერში. ნახვამდის.